გამარჯვების 66 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა სოფელ ჯვარში მელიტონ ქანთარიას საფლავი გვირგვინეთში ამკო. ქართველი სერჟანტი, რომელმაც გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე დღესვე. ამავე სოფლის მესამე საჯარო სკოლას, სადაც მეორე მსოფლიო ომის გმირი სწავლობდა, მელიტონ ქანთარიას სახელი ეწოდა. მიხეილ სააკაშვილმა დღეს მეორე მსოფლიო ომში მოპოვებულ გამარჯვებაში ქართველების განსაკუთრებულ წვლილზე გაამახვილა ყურადღება. სიტუაციის არის ის, რომ მელიტონ ქანთარიამ თავის სიცოცხლე დაასრულა როგორც ტოვლილმა თავის სამშობლოდან განდევნილმა და დღესაც კი პრაქტიკულად მისი საფლავი იმყოფება დევნილობაში, იმიტომ რომ ის არ იმყოფება იქ, სადაც მან გაატარა მთელი თავის სიცოცხლე აფხაზეთის ტერიტორიაზე. და მეორე მებრძოლის, ვინც მასთან ერთად დაიტანა დროშა, ეგოროვის სამშობლო დღეს არის ოკუპანტი უკვე თვითონ სხვა ქვეყნის ტერიტორიის და ეს არის აღიარებული სხვადასხვა ფორმით მთელი ცივილიზებული მსოფლიოს მიერ. ჩვენ ერთად ვებრძოდით ფაშისტურ ოკუპაციას და შემდეგ ჩვენი გზები ისე გაიყო, საქართველოს აღმოჩნდა მსხვერპლი და ის ქვეყანა, რომელთანაც ერთად ვიბრძოდით, რომლის წარმომადგენელიც იყო მეორე მებრძოლი ეგოროვი, კიდევ ერთხელ მე დღეს არის ცინიკურია ეს, მაგრამ ეს არის დღეს ისინი არიან უკვე ოკუპანტების ხვის მიწის. და მინდა გითხრათ, რომ ყველა ოკუპაცია დასრულდება და ყველა ოკუპაცია საბოლოო ჯამში დამარცხდება. ამავე დროს ჩვენ რა თქმა უნდა შევინარჩუნოთ კონტაქტები ყველასთან. მე მივიღე გუშინ უკრაინის პრეზიდენტის წერილი, რომელიც გულოცავდა ამ დღეს. ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ძალიან თბილი ადამიანური ემოციით ახსავსე წერილი, რომ ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენ ეს ურთიერთობები არ უნდა დავკარგოთ, იმიტომ რომ ბელარუსის მიწა, უკრაინის მიწა, ყველა სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, რომელიც ოკუპაციის ქვეშ იყო, მიწა მორწყულია ქართული სისხლით. და აუცილებლად საბოლოო ჯამში ყველა ბოროტება და ყველანაირი ბოროტება და ყველა ოკუპანტი დამარცხდება და დაიხევს უკან. ეს არის თავარი გაკვეთილი და ეს არის თავარი, რაც ჩვენურად იცოდა და რასაც სამწუხაროდ ბოლოს მაინც ვერ მოესწრო მელიტონ ქანთარია. საბჭოთა კავშირის მომავალი გმირი მელიტონ ქანთარია 20 წლის ასაკში გაიწვიეს არმიაში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იბრძოდა პირველ ბელორუსულ ფრონტზე. სწორედ ქანთარიამ სერჟანტ ეგოროვთან ერთად აღმართა დროშა დაცემული რაიხსტაგის თავზე ბერლინთან ბრძოლისას. დემობილიზაციის შემდეგ ქანთარია სოხუმში ცხოვრობდა, თუმცა აფხაზეთის კონფლიქტის დროს იძულებული იყო სახლი დაეტოვებინა. 1993 წელს ის ოჯახით მოსკოვში გადავიდა, სადაც ორ თვეში გარდაიცვალა. თბილისში გამარჯვების